დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა ევროპას. რა განცხადებები გააკეთა ჯეიდი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025 გრძელდება. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ევროპას სიტყვის თავისუფლებას უწუნებს და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ამხელს. კრიტიკული განცხადება ჯეიდი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით უკუსლას განიცდის. მშიშობ მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსლას განიცდის. ცივი ომი წარმოადგენდა დაპირისპირებას დემოკრატიის დამცველებსა და ამ კონტინენტზე უფრო მეტად ტირანულ ძალებს შორის, რომლებიც ცენზურას უწესებდნენ დისიდენტებს, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. არ შეიძლება აიძულო ადამიანები და უკარნახო რა იფიქრონ, რა იგრძნონ ან რის ისჯეროდეთ. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არც ისე ცხადია, რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს. იმ მომენტში, როდესაც ისინი შენიშნავენ, ციტირებ, სიძულვილის შემცველ კონტენტს. ამ ქვეყანას, სადაც პოლიციას შეუძლია რეიდები ჩაატაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამოქვეყნებაში. ციტირებ, ინტერნეტში მიზოგენიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. შტატების ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრება ევროკავშირთან მიმართებაში მიუღებელი აღმოჩნდა გერმანიის თავდაცვის მინისტრისათვის, თუ სწორად გავიგე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს. ეს მიუღებელია, განაცხადა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ამერიკული ოცნება ყოველთვის მხიბლავდა და შთაგონებას მაძლევდა და ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ იგნორირება გაუკეთო იმას, რაც ახლა მოვისმინეთ. არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო სიტყვით გამოსვლაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. მან დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა და თუ სწორედ გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია. ჩვენს დემოკრატიაში ყველა მოსაზრებას აქვს ხმა და ეს საშუალებას აძლევს პარტიებს, რომლებიც ნაწილობრივ ექსტრემისტულები არიან, როგორიც ალტერნატივა გერმანიისთვის არის. მათ შეუძლიათ კამპანიის წარმოება როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას, მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ხმაურიანი უმცირესობა ავტომატურად მართალი იქნება და მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია და დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ. მიხარია ევროპაში ცხოვრება, სადაც ეს დემოკრატია ყოველდღე დაცულია მისი შიდა და გარე მტრების. დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ევროკომისია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არასწორი ნაბიჯი უწოდა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი ერთგულია ღია და პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც ყველა პარტნიორს სარგებელს მოუტანს. ევროკავშირი ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ტარიფებს და ვერ ხედავს გამართლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროკავშირის ექსპორტზე ტარიფების გაზრდისთვის. ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით ამერიკის შეერთებული შტატები ბეგრავს საკუთარ მოქალაქეებს, ზრდის ხარჯებს ბიზნესისთვის, ახშობს ზრდას და აძლიერებს ინფლაციას. ტარიფები აძლიერებს ეკონომიკურ გაურკვევლობას და აფერხებს გლობალური ბაზრების ეფექტურობას და ინტეგრაციას. მსოფლიო ვაჭრობა აყვავდა პროგნოზირებადი, გამჭვირვალე წესებით და დაბალი ტარიფებით. 10 წლების განმავლობაში ევროკავშირი მუშაობდა სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რათა შემცირებინა ტარიფები და სხვა სავაჭრო ბარიერები მთელს მსოფლიოში. აძლიერებდა ღიაობას წესებზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემის ვალდებულებებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ძირს უთხრის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება მიხეილ დუნდუა ოფშორების კანონთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟზე წერს და ოპოზიციის ცრუ ნარატივს ეხმიანება. კანონი, ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი უწოდებულია იმისათვის, რომ საქართველოს საჭიროა მეტი უცხოური ინვესტიცია და რაც შეიძლება მეტი ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ინვესტიცია შემოვიდეს. სწორედ ადგილობრივ მესაკუთრეობაზე დაფუძნებული კაპიტალის გადმოტანას ემსახურება საქართველოში ეს კანონი და რაც უფრო მეტი კაპიტალი დამკვიდრება ქვეყანაში, შეიქმნება სამუშაო ადგილები
შეიქმნება ძლიერი ბიზნესი, განვითარდება ქვეყანა და გაიზრდება საზოგადოებრივი კეთილდღეობა. შესაბამისად, კანონი ცალსახადადებით და მანიუალის, ანუ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის უმაღლესი კომიტეტის, რომელიც ფულის გაწევრების შემფასებელია მსოფლიოში, არის დადებითი ვერდიქტი და დასკვნა ამ კანონთან დაკავშირებით და აღიარებულია, რომ საქართველოს 2024 წელს გაინცედა პროგრესი ფულის გაწევრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც, რომ ყველა ნარატივი არის გაქარწყლებული, რომელიც დანაშაულებრივად ან არასათანადოდ მიიჩნევს კანონს და ამ კანონის მოსარგებლე ადამიანებს. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ეხება ეს კანონი, ყველა შეუძლია არა ექსკლუზიურად, არამედ ინკლუზიურად საყოველთაოდ მიიღოს მონაწილეობა, მიიღოს შეღავათი, თუ ეკუნძეს შეღავათი, დააფუძნოს, შემოიტანოს კაპიტალი, ამოქმედოს ქვეყნის ეკონომიკა, გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა, რაც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე არის ქვეყნისათვის. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილის მწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ ДГ-ს გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილის მწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ ДГ-ს გარდაცვალებას უკავშირდება. გსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ДГ-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას. მსჯავრდებული ДГ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2023 წელს. იგი სასჯელს იხდიდა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ДГ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამედში, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებული იქნა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული ДГ მდგომარეობის გაუარესების გამო გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით განმეორებით გადაყვანილი იქნა კლინიკა ვივამედში. გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად ДГ კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებული ДГ კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ცილის წამების პასუხად პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს გარდაცვლილის ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს ДГ-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას. საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილის მწამებლური ინფორმაციის გავრცელება. გსურს საზოგადოებას განვმარტოთ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მხილებისა და შესაბამისი რეაგირების გარეშე. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. რეგიონში პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა. ჩვენს რეგიონში უკვე ჩავატარეთ 250-ზე მეტი სოფლის კრება მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. პროგრამის ბიუჯეტი ჩვენს რეგიონში 7 მილიონ ლარამდეა. ჩვენმა მოქალაქეებმა თვითონ აარჩიეს, თვითონ შეარჩიეს საჭიროებები, ის პროექტები, რისი დაფინანსებაც არის შესაძლებელი და რაც მათ სურთ რომ განხორციელდეს ჩვენს მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში. ხალხის სოფლის სურვილებია გათვალისწინებული და ირჩევა მხოლოდ პრობლემური საკითხები. სამტრედიაში მრავალ ბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ჭავჭავაძის ქუჩაზე. ქალაქ სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების სარემონტო სამუშაოები. ამჟამად სრული რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსების ფასადებს, რომელთაც შეეცვალათ კარფანჯრები და ენერგოეფექტური ასალით შეიფუთა კედლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის. დასრულების ფაზაშია ინოშვილის ქუჩაზე არსებული საავტომობილო ხიდის
მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაო საავტომობილო ხიბის რეაბილიტაციის განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროდან გამოყოფილი სახსრებით, ხოლო მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა 2024 წლის ანგარიში მოქალაქეებს წარუდგინა. მერმა დამსწრე საზოგადოებას 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ჟურნალისტებს 2024 წლის ანგარიში წარუდგინე აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 74%-ით იქნა გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ჩვენს მოსახლეობას წარუდგინეთ 2025 წელს განსახორციელებული სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე ანგარიშზე გამახვილებული იყო ყურადღება გზის ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგების სისტემაზე, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება იყო მიქცეული ახალგაზრდებზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება. სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ეწყობა 3 სხვადასხვა დარბაზი. აქ აშენდება ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის და საჭიდაო დარბაზები. სპორტული კომპლექსის მშენებლობა პირველია რეგიონში, რომელიც ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ადგილობრივი ახალგაზრდებში ხელი შეუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2024 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 8 სოფლის თანხებით, საერთო თანხების მობილიზებით დავიწყეთ. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დანარჩენი თანხა საერთო ღირებულება პროექტის 1.816.000 ლერა, დანარჩენი თანხა უკვე მობილიზებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომ მუნიციპალიტეტი და მთავრობაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის გამტკიცებას. მაიორ გელაჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა კიდევ ერთმა ნაკადმა დაასრულა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 21 კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს. დასრულა რეინჯერთა მომზადების მორიგი პროგრამა, რომელიც მიმდინარეობდა 21 კვირის განმავლობაში. პირადმა შემადგენლობამ გაიარა საკმაოდ რთული კურსი, იყო რეინჯერი და ატარო განმასხვავებელი სამკერდე ნიშანი. ეს არის უდიდესი პატივი თითოეული ჯარისკაცისათვის. პირადი შემადგენლობა გადანაწილდება სპეცოპერაციების სარდლობის საბრძოლო ქვედანაყოფებში. რეინჯერის კურსი შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე ფიზიკურ დატვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კურსი აქტიურად დატვირთული იყო როგორც ფსიქოლოგიური დატვირთვით, ასევე ფიზიკური დატვირთვით. 15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მხარდაჭერის აქცია გაიმართა. მინისტრმა ერთ-ერთ პატარა პაციენტს გამოჯანმრთელება მიულოცა, საჩუქარი გადასცა და სახლში გაცილების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ყველას მინდა განსაკუთრებული ჯანმრთელობა უსურვო. აქაც და ყველგან აბსოლუტურად ყველა ბავშვს მინდა რომ კონდეს მტკიცე, ურყევი ჯანმრთელობა. ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ბევრი გულშემატკივრობს ამას ყველაფერს და მე მინდა მათი სახელითაც და ყველა სახელით დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძვის, რასაც ქვია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობისთვის. აი მათ განსაკუთრებული მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და განსაკუთრებული დაფასება. აუცილებლად უნდა იყოს ეს დაავადება ყველასათვის ცნობილი, როგორც არა განაჩენი, არამედ როგორც დაავადება, რომლის დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესაძლებლობები არსებობს. ყველა იმ ბავშვს, რომელთანაც სამწუხაროდ ეს დიაგნოზია დასმული, ყველანაირი მხარდაჭერა ჭირდება. მხარდაჭერა ექიმების მხრიდან, მხარდაჭერა სამედიცინო პერსონალის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. ეს არის სწორედ ამ დღის ძირითადი დატვირთვა და იაშვილის კლინიკაში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით მკურნალობის თანამედროვე ვერსიებზე გადაყვანასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისი, რომ გაიზრდება ამ ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელი, ამ ბავშვების მკურნალობის სტანდარტი იქნება დაახლოებული ევროპულ სტანდარტთან.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვამდე ერთი დღე რჩება ტურნირი სამ ლოკაციაზე ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. გუშინ აჭარის დედაქალაქში შეჯიბრება ციგურებით რბოლაში გაიმართა და ტურნირი დღეს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ბათუმში რამდენიმე დღის წინ ასევე იასპარეზა ინგა გურგენიძემ 15 წლის გოგონა გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა მოიგო. დღეს სრულდება ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩვენთვის პატივი იყო ამ ღონისძიების მასპინძლობა. ასეთი მასშტაბის სპორტული ფორუმი პირველად ჩატარდა ზამთრის სპორტის სახეობებში ბათუმში. მაშინ მონაწილეობდა 34 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი. სწორედ ამ ღონისძიებისთვის იქნა აშენებული თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების ზამთრის სახეობათა სპორტის სასახლე, ყინულის სასახლე, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთ მსგავს ღონისძიებას უმასპინძლებს. ბაკურიანში კი გუშინ ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში საუკეთესოები სლალომის დისციპლინაში გამოვლინდნენ. გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი ფრანგმა სპორტსმენმა აჩვენა, ხოლო ვაჟების შეჯიბრებაში პირველი ადგილი ნორვეგიელ სპორტსმენს ერგო. დღეს გუნდური შეჯიბრება უნდა გაიმართოს, სადაც ქართველები მონაწილეობას არ მიიღებენ. ფესტივალის დახურვის ოფიციალური ცერემონია ხვალ 19 საათზე დაიწყება. განსაკუთრებული შეგრძნება, მოპოვებული გამარჯვებით უზომოდ გახარებული ვარ. ვარჯიშებმა და მზადებამ სათანადო შედეგი გამოიღო და ჩემპიონი გავხდი. იმედია წინ კიდევ დიდი წარმატებები მელის. ასეთი იყო ახალი ამბები 11-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება. დროებით.